ისინია მეკითხებიან ახლობლები, მეგობრები, ყველა ფობია საბოლოო ჯამში ერთი საფუძველი აქვს, ხო? ჩვენ გვეშინია სიკვდილის. მაგრამ მე იმის უფრო მეშინია, რომ ხვალ შეიძლება ჩემი ქვეყანა საერთოდ აღარც არსებობდეს, როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანა. საოცრება არის, რომ ასეთი პატარა ქვეყანა, რომელიც გლობუსზე ძლივს ჩანს, მოვიდა 21 საუკუნემდე. როგორი გარემოცვა გვაქვს და მაინც მოვედით აქამდე. როგორ მოვედით? სწორედ უშიშარი მამაცი ხალხის შემწეობით. ის რომ მეფიქრა ჩვენ წინაპრებს ვაიმე ახლა მეშინია ვერ გავალ ხმას ვერ ამოვიღებ ვერ ვიომებ შეიძლება მოვკვდეო დღეს ისევ არ ვიარსებებდით როგორც ცნობილი მკვდარი ერები და სირისაგან მიწისა აღვილი ქვეყნები ხომ მე ის უფრო მაშინებს რანაირ ქვეყანას ვუტოვებ ჩემს შვილს ჩვენს შვილებს და ჭირს წაუღია წყალს წაუღია ჩემი სიცოცხლე თუკი ჩემს შვილს გაურკვევლობაში ვტოვებ. მე ჩემი დიპლომები გაჩვენეთ, ძველი პასპორტი გაჩვენეთ, სადაც რუსული წარწერები იყო და ქართული საერთოდ წარწერა არ აქვს. მაშინდელ დიპლომებს, მაშინდელ პასპორტებს. მე ეს უფრო მაშინებს, ხლა კიდევ აი ამ მურვან ყრუშთა უმავლებს, რომ ეს ფონიჭალა დაუთმეთ, ფონიჭალა, გონიო, რას გვიპირებენ? ეს ქართული ოცნება კი არა, არაბული და რუსული ოცნება ყოფილა. ატარიალებენ საფლავში ჩვენს ქართულ წინაპრებს, რომლებიც სწორედ სიმამაცით, ბრძოლით იმარჯვებდნენ, რომელთა წყალობითაც დღეს ჩვენ ვარსებობთ როგორც ერი და არა ვართ აღვილი პირისაგან მიწისა. რას ქვია შიში? რისი მეშინია? სიკვდილის? ყველანი ხო საბოლოო ჯამში სიკვდილის შვილები ვართ. ზევით არც ერთი არ დავრჩებით დამერწმუნეთ. იმ ადამიანების სიცოცხლეს, რომლებმაც შვილები უნდა კვებონ სამშობლოს გაყიდვაში აღებული ფულით, მე ნამდვილად მირჩევნია, რომ დღეს გავიღო გასაღები და ჩემს შვილს დაუტოვო გარკვეული ქვეყანა, თავისუფალი და დამოუკიდებელი. მე არაფერი არ მჭირდება, არც ერთი პარტიის. მე ყოველთვის მაქვს ჩემი საკუთარი თავის იმედი, საკუთარი ცოდნის იმედი. დილიდან საღამომდე სწავლებს ვამეცადინებ, 5-ჯერ, 6-ჯერ მეტხელფას ავიღებ, ვიდრე პარლამენტში მქონდა. დავჩერდები ჩემთვის და მოვამზადებ ამ მოსწავლეებს და მექნება შემოსავალი, მაგრამ ჩემ შვილს სად ვტოვებ? ახლა უარი ვუთხარი ჩემს მეგობარს, უარი ვუთხარი ჩემი ბებოს მეზობელს, რომელმაც მიყვანა თავისი შვილი. უარი ვუთხარი, იმიტომ რომ აღარ მაქვს ადგილი ჯგუფებში, მხოლოდ 1/5 კლასში დამრჩა 2 ადგილი. და წარმოიდგინეთ, დილის 10 საათიდან საღამოს 11 საათამდე მყვანან მოსწავლეები, ჩემი ცოდნის რეალიზებით მე პურის ფული კი არა, აღარაფერი გამიჭირდება. მაგრამ ამ ქვეყანას რას უშვებით? ვინც ახლა რუსეთს უჭერთ მხარს, მეცინება თქვენს რუსულზე. როგორი რუსულით ლაპარაკობთ, რუსულიც კი არ იცით. დარწმუნებული ვარ, დოსტოევსკი არ გაქვთ წაკითხული, ტოლსტოი არ გაქვთ წაკითხული, არც ერთს, იმიტომ რომ ასეც არ იმეტყველებდით. ბულგაკოვი არ გაქვთ წაკითხული, ჩეხოვი არ გაქვთ წაკითხული, ტურგენევი არ გაქვთ წაკითხული და რუსეთს ითხოვთ. და მე, რომელსაც ეს ყველა მწერალი, ყველა თავისი ნაწარმოები და მოთხრობებითაც კი წაკითხული მაქვს. მე, რომელმაც რუსული ძალიან კარგად ვიცი, დგავარ ანტირუსულ მხარეს. როგორ გონიათ, მე რუსები უარს მეტყვიან, ჩემი რუსულის ცოდნით და ჩემი განათლებით უარს მეტყვიან წამომსვან რაიმე კარგ თანამდებობაზე, თუკი ჩემს ქვეყანას საქართველოს მივყიდი მათ. დაფიქრდით, მაგრამ მე საკუთარ წარმატებებზე, საკუთარ იდილიურ ცხოვრებაზე უარს ვამბობ, იმიტომ რომ მინდა, როგორც მოაღწია 21 საუკუნემდე, ისე იყოს, ისე არსებობდეს საქართველო უკუნითი უკუნისამდე ამ დედამიწაზე.